მთავრობის სურვილს სურსათის ფასების შემცირებაზე საცალო ქსელების წარმომადგენლების მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ ეს საკითხი გრძელვადიანია და ქვეყანაში ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა არსებობს, რაც სურსათზე ფასების შემცირებას ხელს უშლის. მათ შორის სახელდება მაღალი საბანკო გადასახადები, ადგილობრივი წარმოების თითქმის არარსებობა და სხვა საკითხები, რა გამოიკვეთა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ და რამდენად რეალურია ქვეყანაში სურსათზე ფასების კლება. ბიზნეს სექტორისა და ექსპერტების შეფასებით მარი მელიქიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით და გისმენთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე დეტალებს ველით შენგან. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, როგორც მომხმარებელი ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და თუ გამოჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა, რაც ამ საკითხს დაარეგულირებს, ჩვენც მივესალმებით. ეს განცხადება რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ეკუთვნის, რომელიც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ასოციაციის წევრები და სხვა ქსელური მარკეტებიც მიესალმებიან მთავრობის სურვილს სურსათის ფასების შემცირებაზე, თუმცა დასცენს, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება და მარტივად და მოკლე ვადებში ვერ მოგვარდება. რიტეილ ასოციაციაში ყურადღებას იმ გამოწვევებზეც ამახვილებენ, რაც პროდუქტებზე ფასების მატებას იწვევს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი წარმოების სისუსტეა და აუცილებლად უნდა წახალისდეს ის, რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად რეალურია ფასნამატი. ასოციაციაში ამბობენ, რომ ორგანიზაციის ყველა წევრი მზად არის ნებისმიერი რიცხვი ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში გაიარონ, რათა გამოიკვეთოს, რატომ არის ფასნამატი მაღალი. საბოლოო ჯამში კერძო სექტორი და მთავრობა თანხმდება, რომ ასეთი საქმიანი შეხვედრები კვლავ უნდა გაგრძელდეს და ქვეყანაში სურსათის ფასების შესამცირებლად გრძელვადიანი გეგმები შემუშავდეს. როგორც მომხმარებელი ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და რა თქმა უნდა თუ რაღაცა შესაძლებლობა გამოჩნდება და ფანჯარა იქნება, რაც რაღაც დაარეგულირებს ამ მიმართულებას, ჩვენც მივესალმებით. არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა ისეთ გამოწვევებზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე. აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში. რიტეილერების ყველანაირი მონაცემები არის აბსოლუტურად საჯარო, ატვირთულია რეპორტალზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს. ჩვენ ყველანაირი ესე იგი სეგმენტის სუპერმარკეტები ყავს დაწყებული დისკაუნტებით დამთავრებული პრემიუმ კლასის პროდუქციით, ვინც ვაჭრობს და შესაბამისად ამ კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. არის ეს საჯარო ინფორმაცია, ასევე იკვლევს ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები. მოკლევადიანი გადაწყვეტა ფასების შემცირების ბუნებაში და ეკონომიკურად არ არსებობს. თუ მოკლევადიანად განვიხილავთ იმას, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ჩვენ ფასის შევამციროთ და არ მივცეთ ბიზნესებს იმის საშუალება, რომ ამ კონკრეტული ფასის ზემოთ დაადონ პროდუქტს ფასი, ეს 2022-2023 წელს უნგრეთმა გააკეთა და ცხადი მაგალითია, რომ გამოიწვია დეფიციტი და ხარისხის გაფუჭება. მეორე მაგალითი მე ხშირად ვახსენებდი იყო პოლონეთის მაგალითი პირობითად, სადაც DGG-ის შემცირება იყო მოკლევადიანი გადაწყვეტა კონკრეტულ პროდუქტებზე და არა ყველა პროდუქტზე. კონკრეტული პროდუქტი შეიძლება განისაზღვროს ჩვენ ჯანმრთელობისთვის საჭირო და საარსებო პროდუქტების ჩამონათვალი და ამაზე სახელმწიფომ გადაიღოს უფრო მდგრადი ნაბიჯი და შესაბამისად შეამციროს DGG. ამიტომ მოკლევადიანი გადაჭრის გზა ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური შეფასებით არ არსებობს. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი, ამაზე უნდა მუშაობდეს სამუშაო ჯგუფი, ყველა ჩართული პირის ერთ ოთახში, ერთ სამუშაო სივრცეში მუშაობით, სადაც უნდა გაანალიზდეს გამომწვევი მიზეზები, გამომწვევ მიზეზებზე უნდა მიეწეროს ამოხსნები, ესე რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება შემცირდეს, როგორ შეიძლება შევამციროთ უარყოფითი ეფექტი და შემდეგ უნდა დაიწყოს კონსტრუქციულად მუშაობა ყველა აქტორმა იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს ბუნებრივად დაბალი ფასი და არა ხელოვნურად მიღებული დაბალი ფასი. ცხადია მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა იმ ნაბიჯებზეც ისაუბრეს, რომელთა გადადგმასაც აუცილებლად მიიჩნევენ სურსათზე ფასების შემცირების პროცესში. მათი თქმით არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო შეღავათები ტერმინალით გადახდისას და სხვა. ასოციაციის დირექტორმა ქვეყანაში FMCG სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ინდუსტრია საქართველოში ჯერჯერობით განვითარების ეტაპზეა და ევროპასთან შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპა 10-15 წლით გვისწრებს და არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველოში დროა საჭირო.
არის სხვადასხვა მექანიზმები, საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო სისტემის თქვათ რაღაცა შეღავათები. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მაღალი გადასახადებია საბანკოსი გულისხმობ ბარათით ტერმინალზე გადახდისას. რაც არის თქვათ კანონპროექტი პარლამენტში შესული და ნელ-ნელა ალბათ ჩვენ ეს FMCG სექტორი საქართველოში ჯერჯერობით ვითარდება და განვითარების ეტაპზე არის. ჩვენ როცა ვედარებით ევროპას, ისინი იქ 10 და 15 წლით წინ არიან ჩვენზე. წარმოებაც ადგილობრივი აქვს და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. კონკურენცია ძალიან მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონალური ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს სჭირდება დრო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია მაღაზიების რაოდენობა, როგორც პრემიერმა ახსენა, ფრაგმენტირებული ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავუშვათ გერმანიას პირდაპირ და ავსტრიას შევადარებთ, იქ არის დიდი მაღაზიები, დიდი ბრუნვით, რომელიც ფიქსირებულ ხარჯს ერთ პროდუქტზე ამცირებს. ჩვენთან არის ბევრი მაღაზია დაბალი ბრუნვით, რომელიც ფიქსირებულ ხარჯს ერთ პროდუქტზე მაღალს ხდის. შესაბამისად, ევროპული ბაზარი ინარჩუნებს დაბალ ფასს, საქართველოს ბაზარი ინარჩუნებს მაღალ ფასს. შესაბამისად, როგორ ვებრძოლოთ ამას, ეს არის კონკურენცია იყოს ეფექტიანობაში და ეკონომიის მასშტაბურობაში და არა მაღაზიების რაოდენობაში. უნდა ითქვას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მარკეტების რაოდენობა გაორმაგებულია. კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, მაგალითად გერმანიაში კი ეს მაჩვენებელი 45-ია. რაც შეეხება სურსათზე ფასნამაც, მთავრობის წინასწარი დაანგარიშებით საშუალოდ 86%-ია. მაყურებელმა იცის, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ ფასებთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. პროცესი საპარლამენტო კომისიასთან კოორდინირებულ მუშაობასაც გულისხმობს და მისი დასრულება აპრილის ბოლოსთვის იგეგმება. კომისიამ კონკრეტულად უნდა გაარკვიოს, რა არის პროდუქციის რეალური თვითღირებულება და სად იკვეთება არალოგიკური ფასნამატები. მარი, ძალიან დიდი მადლობა. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.